სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა, ჩვენ მეგონი ადრეც განვიხილეთ, მაგრამ ახლა შეიძლება ცოტა სხვანაირად არის ეს დასმული, საქმე ეხება ადამიანების რასების მრავალფეროვნებას. კითხვის დამსვლელს აინტერესებს, თუ ადამი და ევა პირველი ორი ადამიანი იყვნენ, როგორ მივიღეთ ამდენი განსხვავებული რასები. შეიძლება იყოს უფრო სიმრავლე, მრავალფეროვნება, თუ ერთმანეთთან მსგავსი იყვნენ ისინი, ხომ? როგორ მოხდა ეს? და ჯონ მაკარტურმა ადრეც გაცდა და ეხლაც გაგცემთ პასუხს თუ რა არის. შეხსენებისათვის ეს ჩვენ ვართ 53 ნაწილზე, რომელსაც მალე დავამთავრებთ, რომელიც ჩაწერილი 1994 წლის 9 იანვარს. შეგიძლიათ გაიხსენოთ, სად იყავით ამ დროს. 94 წელს უკვე მოქალაქეობა მივიღე ავსტრალიის, 92-ში ჩავდივარ გაზაფხულზე და 94-ში 2 წლის შემდეგ მოგცეს მოქალაქეობა. ჯერ კიდე სამსახური არ მაქვს გონი დაწყებული მაგდროს 17-ში ვიწყებ, აღარ მახსოვს როდეს დავიწყე, უბრალოდ სამსახური. და ძალიან ისეთი ის იყო, მახსოვს 94-ში, მაშინ არ ვიცი, მაშინ 94-ში ჯერ კიდე ბიბლიაც არ მაქვს მე ჩემი, ეგეც უნდა გითხრათ 95-ში ჩამომიტანა ჩემო მეუღლემ ბატონმა თეოფილე მაჩუკა პირველი ბიბლია. წაკითხული მაქვს რაღაც სახარების რაღაც ნაწილები, ეკლესიის წიგნი მახსოვს მამაჩემს ჰქონდა ცალკე ბროშურა. 94-ში არ დავდივარ არც ეკლესიაში მაშინ არაფერი. ვართ კალათბურთით დაკავებული და ავსტრალიის რაღაცა ბუნებით შეყვარებული. ასე რომ სასწაულიეროდ ღმერთმა არ დაგტოვა ეს სიბნელეში და ნელა თავი გაგვიმშყავნა. ამასაც ჩვენ ახლა მადლიერებით უბრუნებთ მას და თქვენც გაცნობთ ამ სიყვარულის შესახებ. კითხვის ავტორი, ესე იგი როგორც გითხარით, თუ ადამი და მარტო პირველი ორი მსგავსი ადამიანები იყვნენ, როგორ მივიღეთ ამდენი განსხვავებული რასები. ჯონ მაკარტური პასუხობს, როგორ მივიღეთ? ძალიან კარგი კითხვა. ეს ძალიან რთული კითხვა, მაგრამ მოდით შეგვიძლია ამას ჩვენ სხვაგვარად შევხედოთ. რასები, რომლებსაც დღეს ჩვენ ხედავთ, სინამდვილეში ადამი და ევასაგან არ წარმოშველდა. გახსოვთ ხომ? რატომ? ხომ გახსოვთ? იმიტომ რომ დედამიწის ზურგზე ყველა აბსოლუტურად ყველა ადამიანი დაიხრჩო. გახსოვთ ხო? გარდა ნოესი, მისი 3 ვაჟისა და მათი ცოლებისა. ანუ 8 სული. 8 სული გადარჩა. ასე რომ ყველა რასა წარმოიშვა ნოესა და ქალბატონი ნოესა, 3 პატარა უმცროსი ნოესაგან, სემი, ქამი, იაფეთისაგან და მათი ცოლებისაგან. სულ 8 სული. და ისინი გახსოვთ ხომ? ყველანი. მხოლოდ ისინი გადარჩენ და ალბათ ზოგი ამოს მილიარდობით ადამიანი დაიღუპა მაშინ და აღარ იყო. და ცხადია წლების განმავლობაში მოახდინეს ადაპტაცია თავიანთ ტერიტორიაზე. მათ დაიწყეს გამრავლება, განვითარება და ყველა რასა მერე ჩამოყალიბდა. და შესაძლოა ამისთვის ყველაზე კარგი პასუხი ხომ? სამეცნიერო ისტორიული ახსნა იყოს, რომელიც მოცემულია მოციქულთა საქმეს მეჩვენე თავის განცხადებაში, სადაც ნათქვამია. ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, რადგან ის არის ცისა და მიწის უფალი, რომელიც არ მკვიდრობს ხელთქმნილ ტაძრებში და არ ემსახურება მას ადამიანთა ხელები. თითქოს რაიმე სჭირდებოდეს. არამედ ყველაფერი მას შექმნა ყველა ერი ერთისაგან. ხედავთ, ეს არის ათენში, არეოპაგში როცა აიყვანენ პავლეს და იქ წაიკითხავს ამას. ასე რომ ეს არის საუკეთესო პასუხი. მოციქულთა საქმეს მეჩვენე თავის 26 მუხლი ღმერთმა ადამისაგან. ან შეგვიძლია თქვა ნოესა და ქალბატონ ნოესაგან, სემი, ქამი და იაფეთისაგან შექმნა ყველა ეს ერები. ამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მოხდა ბაბილონის კოშკის გასვოთ აშენების დროს, სადაც ღმერთმა აურია ენები და ყველა ერები გაფანტა მთელ დედამიწაზე და შეცვალა მათი ენები. ასე რომ საუკეთესო პასუხი სწორედ ამ მოციქულთა საქმეს მეჩვენე თავშია, რომ ღმერთმა გააკეთა ეს. და ღმერთმა ერთგვარად შეცვალა მათი ყურები, თვალები, ცხვირი, კანისფერი და ყველა ის გენეტიკური უნიკალური რამ, რაც შემოქმედებითი ძალით პროვინციული გენეტიკის პროცესის მეშვეობით, რათა შეექმნა ყველა ეს განსხვავებული რასა. ეს არის ღმერთის გაკეთებული. ასე რომ თუ დაგამაყოფლებთ, ეს არის ჩემი პასუხი. კარგით?
დიახ, მადლობა, გასაგებია.